მოგესალმებით ყველას. ვაგზავნებთ ჩვენ ვიდეო დათვალიერებებს Android პროგრამებზე და დღეს მე ისევ მინდა დაუბრუნდე SMS Messengers. ძალიან კარგი SMS Messenger-ი ვიპოვე და მინდა რომ წარმოგიდგინოთ. მას ძალიან ბევრი თვისება აქვს, ამიტომ შევეცდები რომ მოკლედ და კონკრეტულად გადმოვცე ყველა ის თვისება, რომელიც მე მაშინ მომეწონა და რატომაც ჩავანაცვლე ის Textra Messenger-ით, როგორც იცით, Textra Messenger-ზე მე უკვე დავდე ვიდეო და მინდა გითხრათ რომ სამწუხაროდ არც ეს Messenger-ი არ არის ქართულ Play Market-ზე, ამიტომ მე იგი ჩემს საიტზე დავდე, რომელიც თქვენთვის გავაკეთე. აქ გაჩვენებთ ახლა mydroid5.webline.com. ასევე links დავდებ როგორც YouTube-ზე, ასევე Facebook გვერდზე, როგორ გავხადოთ ჩვენი Android-ი უკეთესი. ახლა რაც შეეხება Messengers. პირველი თვისება, რატომაც მე შევცვალე ჩემი SMS Messenger-ი. ეს არის სწრაფი SMS, თქვათ, როგორ შეიძლება ვთარგმნო, სწრაფად გაგზავნის ფუნქცია, რომელიც რა თქმა უნდა Textra-საც აქვს, მაგრამ მას აქვს ამ Messengers Champ SMS, ასე ქვია. ამ Messengers აქვს გაუმჯობესებული, მას ქვემოთ აქვს ისეთი ღილაკები დამატებული, რომელიც ჩვენ ძალიან ბევრ საშუალებას გვაძლევს, თქვათ, იქვე წავშალოთ, იქვე გადავდოთ, იქვე გავაგზავნოთ შაბლონი და ასე შემდეგ. და ასევე იმ ქვედა ღილაკების კონფიგურაციაც არის შესაძლებელი. ეს ერთი. მეორე კარგი თვისება რაც აქვს ამ Messengers ის არის რომ მას შეუძლია როგორც დაბლოკილ, ისევე გამბლოკილ ტელეფონზე მოვიდეს, ანუ გაანათოს თავისი შეტყობინება. რა თქმა უნდა, შეტყობინება ნებისმიერ აპლიკაციაზე ზემოდან მოდის, ანუ ზემოდან რაც ნიშნავს, ვთქვათ, მე თუ სურათებს ვათვალიერები, აქ გამოჩნდება და ეგრევე შემიძლია უპასუხო ყოველგვარი შეფერხების გარეშე და მე არ მომიწევს აქედან გამოსვლა და ვთქვათ, მესენჯერში შესვლა. ეს შეიძლება როგორც გამბლოკილზე, ესე დაბლოკილზე, როგორც ვთქვით, და ამ ფუნქციების გამორთვაც არის შესაძლებელი. მეორე რაც არის ის, რომ მას ფერებისგან განსხვავებით აქვს გამზადებული თემები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გადმოვწეროთ, თქვათ, არის ესეთი, არის ესეთი და კიდევ უამრავი სხვა. რომელიც ქართულ Play Market-იდანაც იწერება, მისი დაბლოკვა ვერ მოახერხეს, ან ვერ მოასწრეს, ან გამორჩათ, არ ვიცი. და საერთოდ მიგვირს ხოლმე, რატომ არის ჩვენთვის აკრძალული რაღაც და სხვისთვის ხელმისაწვდომი. კიდევ მინდა გითხრათ, რომ მას აქვს ძალიან კარგი ფუნქცია, რომელიც ვთქვათ, შეიძლება ცალკე პროგრამად ყოფილიყო გადმოსაწერი, თუმცა ამაში ჩაშენებული არის. ეს არის ფუნქცია, რომელთაც მე შემიძლია თლიანად ჩემი კონტაქტების წიგნაკიდან ავიღო ყველა ეს ნომერი და მათ ყველას ერთად გაუგზავნო მესიჯი, ვთქვათ, მილოცვის, შობას ან აღდგომას მიულოცავ, ვთქვათ, და ყველას ერთად მოვნიშნავ და ამით, ვთქვათ, ძალიან დიდ შრომას და თავსატეხს მოვიცილებ მე პირადად. კიდევ ერთი კარგი ფუნქცია რაც აქვს ამ SMS Messengers, ეს არის გარდა იმისა, რომ მე შემიძლია მომნიშნო ბევრი კონტაქტი ერთად, პლუს მე შემიძლია ეს კონტაქტები თქვათ გავაგზავნო ხვალდილით და ეს გავაკეთო დღეს, დავწერო მესეჯი დღეს და გაიგზავნოს თქვათ ხვალდილით ან ზეგ ან მასზეგ და ეს გააკეთოს თქვათ ყოველ დღე, ყოველ კვირა, ან კვირაში ერთხელ, ან თვეში ერთხელ, ან წელიწადში ერთხელ. თქვათ, თქვენ შეგიძლია საყვარელ ადამიანს მიწეროთ
ყოველდღე დილა მშვიდობისა. ნუ თქვენ არა, ტელეფონი თავისით იზამს ამას, მაგრამ ეს მას არ ეცოდინება და პლუსში ჩაგეთლებათ. ნუ ესეც კარგი ფუნქციაა. ასევე აქვს შაბლონი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია წინასწარ დავწეროთ მესიჯი და თუ ვერ ვახერხებთ, თქვათ ავკრიფოთ რაღაცა, თქვათ საჭისთან ვართ, გამოვიყენებთ ამ შაბლონს, თქვათ მე ახლა ჩავწერე, ახლა ვერ გპასუხობ. შეგვიძლია დავწეროთ ათასობით ასეთი შაბლონი, თუ მოვახერხებთ მანდ გამოვძებნით შემდეგ და ამ შაბლონებით ვისარგებლოთ. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ამ SMS ასევე აქვს მრიცხველი და ფუნქცია ინკოგნიტო. ნუ ახლა ინკოგნიტო გასაგები არასაც ნიშნავს, მას შეუძლია დამალოს, ვთქვათ, აი აქ გამოჩენილი ტექსტი მესიჯების და ასევე იმ სწრაფი შეტყობინების დაფაზე შეუძლია დაშალოს ეს, ნუ არ გამოაჩინოს ტექსტი, რას წერენ. ასევე შეუძლია დამალოს ეს ნომერი ან კონტაქტის სახელი. და როგორც ეს ცალკეული კონტაქტების მრიცხველი აქვს, აი გვერდზე რიცხვები წერია, ასევე აქვს საერთო მრიცხველიც, რომელიც აი ქვემოთ წერია 73, როგორც ჩანს, მესიჯი მაქვს მე ახლა. და ესეც გამოგვადგება ჩვენ ალბათ გადავიანგარიშოთ თუ რამდენ თეთრს ხარჯავთ, ნუ იმის მიხედვით თუ რამდენი SMS-ი გვაქვს გაგზავნილი. ნუ ყველა ეს კარგი თვისება ერთ SMS-ში მე სხვაგან არ მინახავს, ამიტომ გირჩევთ, გადმოწერეთ, ისარგებლეთ, ისიამოვნეთ და აუცილებლად დამილაიქეთ როგორც YouTube-ზე, ასევე Facebook-ზე. სამწუხაროდ YouTube-ის აკაუნტი ბევრს არ აქვს, ამიტომ Facebook-იცაც უკმაყოფილდები. მე ეს მჭირდება იმისათვის, რომ გავიგო რამდენ საინტერესებს ჩემი ესაუბარი, რომ ფუჭი არ აღმოჩნდეს და მომცეს სტიმული იმისათვის, რომ ვეძიო და აღმოვაჩინო ესეთი კარგი პროგრამები. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.